Mințelo da miegăbos alio. Iga. Cam uite da? Da, ți-am sițățhle, da, sițățhle. Utravi შენს. Ონიცას გადავა. დღეს ჩემ მანქანა რომელიც არ იქოქება. ეს კაცი არ მუშაობს, იგი ეს კაცი და როგორაც უნდა დავხო. როგორ დავხო? როგორ და როგორ პერემიჩკა. პერემიჩკა იქნება გელას. ხობოთ. რა ჩამოვარს? შოკეთ მოგივაო. რა არის დედა ძველი? კოკოა? შოკეთ მომივა ეხა უიშვე. შოკეთ მოვა, სულ შეჭამა ეს შოკოლადი. ეს რა არის? გასასკი რა ში. დონტარი. მე ჭამია თბილისში ჭამენა გასკი რაღაცე. ფორმიგე მარბარ დავაწყოთ. Mega mega artistic garantía. Padre gasuli. Toda la cosa. Mama, we hungry. Ara perimo uaș piloi, mai mi scuci, ramo ua. Nu vela. Șoket momiva, eva. Ar mogiva ara per șoket. Eva șoket. Come on, daddy, daddy. I said, Ჭამოს რა გინდა? უნდა რომ წაგართვა და ვარ გახმო ბრაზობს. მგეშინია, მაგას არაფერი მოუაშვილო. არაფერი არ ჭირს იმას. ევა ეს არ ჭამო უნდა? თუ ჭამო. ჭამოს არა. როგორი მზრუნველი ბავშვია. ო, რა შეა, ეგრეც. აი ვიშვის ხო. ავანთო. არის. შოკეთ მომივა. ბავშვი მოაშინებ. შოკეთს მოგიყვან მე. ასე შაქარი წინ უდგას სად იქნება? Uime ჩემი ლამაზი გოგონა. ჩემი საყვარელი. ნუ ბრაზობ და არაფერი არ მოუვა მამაშენს. ნუ გეშინია. რამე რომ მოანიხლა ეგ რამე ისე შეჭამს რომ რამე მოვიდეს? შენ როგორ გონია? არ არის და ცუდი გოგო, არახის კარაქიას ხიაში. აი ესას ხიაში, ნახე? აი ეს. არა, ცუდი. კარგი გოგოა. ეს მინიკიო. შენ უხევა, ჩემთვის ფამილია. თუი გაიბოშვია. დედა. ეს რა არის ხალხის? ჰა? აქციით? ისე 4 ლარი. ისე 4? ხო. რაია ხო? Deda, ე 4 ლარი ეს და 7 ის ჯერ. ხო, მაგრამ ეს არის მარგარინი. Deda? No, Johnny, დაუდინდა. აქციის გარეშე 4 აქცი. შენ იაფიო. Johnny, yes, baba. ევიდო. ესეც ესეთია, იცი? რა? აი გეგონება თავზე აქ მომდგარი ისა უზეთიო. კიდე გახსენი ეს რა ნახარ? ხაბა ეს არ ჭამს იმას. ვინ მევა? ევა. რა ვიცი? მე არა. ხო გითხრა შოკეთ მოგივა. ევა შოკეთ მომივა. აი ამას არ ჭირს არაფერი და ნახე. და ანუ თავზე რომ აქ ხოლმე მომდგარი ცხიმი, დიდხანს რო არის ნადები, თავზე ადგება მე ცხიმი. აჰა. გამოსვი? იქ რო კიდევ
ეს არის ნახე როგორი ეხლა მაისში გასდის ვარდა რა. ხსები? იმიტოა ეხლა ეს 7 და რაღაცათა უყიდოა. სადაც 7 და რაღაცა 11 ლარი ის და 16 ლარი ის. საპირობში და აი მაღაზიაში. რა უნდა მოხდეს? აუ ეს რანაირად ჩაუდიოთ ეს რა არის? ის ბილკა შესაერთებელი რა ქვია თავი. აი ამის იმაში იყო ჩავდი. ბონი ბორანი, ბონი ბორანი. გამწუთდა. აი Dedikosi borani. Kakao. დღესაც დილას გვექნება კაკაო. ხოდა დღეს თუ გელად ნახეთ და გავხსოვეთ მანქანება და აკუმულატორის დამოუკიდებლად. სანამ დამეხაძე ეს ფული. ამოხვალ იმიტომ რომ ხვალ მუშაობ, მე ზეგ პოეტი მაგარია. ვიგას. მე ორშაბათს მუშაობ და всё მორჩა. მორჩა დამთავრდა. და თუ შენიშნავს ან ნაცნობ მუშაობ. გელას? ო, მაგრამ აქ კი მე მიჩქა. რა ვიცი მე თავს მაგაფეთქი. ისე უყვართ მანქანები, იმდენი მანქანები ყავს. რავი, სულ მანქანებთან არის. მანქანების გარშემო. შემოდი. აი აქ რა იქეჩხება ხოლმე როგორ მიყვარს ესე. მოგეჩინე. შოკი დაგინო. შოკი დაგინო. Thank you. ნიჩანი. ამირა მაგე. აუ მიეცი ამ ძაღლს რა მიგაცო. რა ვიცი რა. აჯამე თუდა. ოღონ პატარებული რა ვიცი. ესე მეგონა ამოდიოდა და მეც დავიწყე. ავე გამრიალიან მთლიანი პური. შოკი დამემართა. მოხდენ გამჩერებელს მე. რატო დაგჭება? შაინის დავკე. ხა? ჩაის გარშემო შეჭამ? მოდო. წაიდო. არ მინდა ჭამე, არ მინდა. რა დაჭა. ჭამე თქო. შოკი დაგემართა? Тухти, амодухти. That's good. რა დღეს თქვი? აუჩინა და ის არ მინდა ის ფილმის გამო ახლა რას გავს მანქანა გასარეკი. აუ იკა მესმის მაგრამ ახლა ჩვენ მაგას ვერ გამსაზღვრავთ. აუ იკა შენ სხვა გეკტუნება თოვლზე შენ მეწუწულები წვიმაზე და ერთი მე ვარ წვიმს და ერთი მე ვარ რომ ой ეხა დამატებით დრო არავის არ მეწუწუნები ამაზე გასარეკია წახვიდი უნდა ციმწყალში მე ხარჯი 1-7 რა მაგრამ რა ვქნათ ბუნება გაზაფხულია და გაზაფხულია და რამდენი ადამიანი ამ გაზაფხულს ვერ მოესწრება აუ რა და ჩვენ იმაზე ვიტიროთ რომ წვიმა მოდის ერთად შენ მოესწრები ხო მაგრამ სანამ მოვესწრებით ტილეში ნუ გავატარებთ ვაი სახოს მეიდანი დროზე ვაი წვიმა მოვიდა ვაი თოვლი რა სახში რო ვიყო სულას მოუხლია და დავიცი რა გორბალა გამგა
არა, გარეთაც რო ხარ, რას შეცვლი თორე ხა? არ შევხვი და გავიდები და ვიკირებ ხალია. მიდი. მე მგონი გადაიარეს ლოგაპიზობლება. ფებერვარი გავიდა და. გაიმსალა ბოლომდე. გავიდა დღეს. ეს დაუდიხი კარგად. როგორ? ბოსოში წავიდეთო იქ ამ თქვა. მაშინ ვიდი ნუ. თავისნაირად თქვა ხალხო. არა. რატო? რატო გადაიფიქრე? შენილებით რო თქვი? შენილებით გამოუტანე სასჯელი ჩემთან. და მიხვდა. აუ ეს ჭამი რა ძმურა და დურად რო იყოს. მართლა რა აღარ ჭამ? აუ ვეღარ ჭამ. აი ისე ვერ ჭამ ჩაის გარეშე. არ მიდის. მე რამ შოკეთ დამემართ. აუ როგორ ხალხა? ალა შოკეთ და მე უთხარი რა ეუხეს ჭამებდი წადიამენსა. ესო თანახმარი მამა შოკეთ რო დაემართოსო. აი ეს. ჯემი არ გინდა ის. გამოვიტანო? არა ხარმინა. ამასაც არ ვაპირები პროსა. ნახე პროსა. ამას ყურე. კენკრა არის სხვა დონე ვაფშე. არ მოკენკრა ხომ მოგწონს მეტად. კი. ჯობს. ანუ მე მგონი სხვებიც გიდულობენ და რა შენ თუ მარტო შემიგრია ჯერ. იმიტომ რომ არ იყო. აი ეს პოპულარი იყოს დაიე. თუმცა ის კენკრა და ეს ასეთი მაინცეტი იყო. გემო გაჩნია შენ მოგწონს თორე ზოგს მარტივ მოსწონს. მარტივად მიყვარს, მაგრამ ამას სარიელი სიტყვა და იმას აქ არომატი. თორე სახში გაკეთებული მარტივი იცი რა არის? მაპირდა ჩემი აკეთებდა ხოლმე. გურჯაანში ხო იცი რამდენი მარტივია. შენთან მოქონდა ხოლმე, ვაიმე როგორ მიყვარდა მარტვის მურაბა. ზოგადად მთელი მარტივით არის ხავსა. არ მისმენს. აუ ეს სადაა ეხაშენ რასასიძე. აი ცხოვრე. ეგ სახში გაკეთებული თუ იქნება. აუ დაუსვარე ეს ხუთია. გადასვარე. ნუთელას ჩავყავი. დილამშვი დაგვისა ყველას. ხალ გამოვიდა 5 საათზე. დადიოდა ბონი ყებდა, უნდა აიცოდა ვინ დადიოდა. აღარ დამეძინა. იცით რა დამეძინა, გარეთ რო განათდა. ყველას დილამშვიდობისა. აუ დექსტერი. პირველი ცოდვა. ხაპარია. უბრალოდ ხაპარია მოჩა პირველი სეზონი. ამას რაც ხელია პირს ვიწვა. დაილოდი. კარგი სერიალი საჩემო შებეკოს კაი სერიალის ადამიანივით არის შება კაი იყოს და საჩემო არ იყოს საჩემო უნდა იყოს იკა
იკა. მოდი. გოლი გავიდა. რაღაცა ნაკითხა, მოდი. ყურაც ქვია. იცი რა მაინტერესებს? აი მე რო სერიალები ხომ მიყვარს, ოღონ კაი სერიალები. ხო. მაგრამ კარგი სერიალი რომ არის, მაშინაც კი შეიძლება კაი იყოს და საჩემო არ იყოს და მე ვერ უყურო. შენ აი ამ ფეხბურთებზე, ჩოგბურთებზე ყველას უყურებ თუ შენც გაქვს ეგრე, რომ აი ყველას არ უყურებ. ანუ შენც გაქვს ეგრე. ანუ იცი რა, ამხელა აი გინდა ჩოგბურთი და გინდა ფეხბურთი. არ ვიცი ალბათ ყველაფერში არის ეგეთი დიდი სხვაობა. რამხელა სხვაობა ჩოგბურთი არის საშინლად დაბალი დონის და ასევე ძალიან მაგარი. და აი ზოგი ისეთი დაბალი დონისაა ვერ მოყურე. წარმოიდგინე რა დონე იქნება. მიუხედავად წარმოიდგინე ისიც რომ როგორ ვარ მაგის მაყურებელი. მაგრამ ზოგი ისეთი ანუ აღარ შეგიძლია ანუ ყურება. გინდა აი ზუსტად ფეხბურთიც. აი ხო არის ფეხბურთი, აი საშუალო დონის ფეხი, ახლა ყველა ტოპ თამაშები გადის რავი თვეში 2-ჯერ და 3-ჯერ, მაგრამ ზოგი ფეხი ან დაბალი ლიგის, ან დაბალი კლასისაც ვერ. დაბალი ლიგის ჩემპიონატები რო არის, აი უბრალოდ აი სტადიონი რო სტადიონს აღარ გაქვს. ელემენტარული. აი ძალიან ძნელი. მე ვერ უყურებ, აი უბრალოდ ეხა ძალიან არ გინდა რაღაც უყურებ. და აი კარგ შორებსაც ხო გაქვს, რომელიც კარგია, მაგრამ დიდად არ გევასება და კარგია და გიждები. ეგეც ხო გაქვს. ანუ აი კარგი სერიალი, კარგი ფილმი. ხო. მაგრამ ხარისხია. მაინც უყურებ. ეგრა შუაში, ანუ მე ნახე აი გუნდი რო თამაშობს, ეგ კიდეც ცალკე мотиваცია, მაგრამ თუ მაღალი დონის ჩოგბურთი ან ფეხბურთის საერთოდ არ განვიხილავ მე მაგას. ანუ მე ყველა კაი ფილმს და კაი სერიალს არ ვუყურებ. მაგრამ ძალიან დაბალი დონის ფეხბურთებიც გადის და ჩოგბურთების რომლის ყურებას აი დაახლოებულმა ნებისმიერს გაუჭირდება ვინც გინდა იქ. ხო, ეგ გავიგე, მაგრამ მე ის მაინტერესებს და იმაში ჩემნაირად იყავი თუ არა, აი არის შეიძლება მაგარი ფილმია. 8 ნახევარი, შეიძლება 9, შეიძლება და 8 ნახევარი. მე არ მომწონს და არ უყურებ. ანუ მაშინ არა და მიყვარს ამ ფილმები. ეგრე არ არის, იმიტომ რომ შეიძლება კაი ფილმია, კაი შეფასება აქვს და მეც ვერ გავუგე ფილმს მომწონს. არა, შეიძლება გავუგეგეს, მაგრამ არ მომწონს. არა, ფილმში და ფილმში ზოგადად სხვანაირად ხდება ხოლმე. ანუ ჩოგბურთი და ფეხბურთში კარგი თვა და რაღაცა ვერ გავუგეო, ეგრე არ არის. მაგრამ ფილმში შეიძლება არ მესმის და იმიტომ არ მომწონს. უბრალოდ ჩემი სტილის არ არის. ხო, აი გამონაკლისი შეფერები არის ფილმში ეგეთი, იმიტომ რომ კაი ფილმი იყო, მაგრამ შენ არ მოგეწონა. ვიღაცას მოეწონა და გიმკიცებს კიდეც და გეუბნება, კაცო, რატო არ მოგეწონეო? იმას მოეწონა თურმე ვიღაცას, მაგრამ შენ არ მოგეწონა, ხო, გამონების საქმეა. მე და შენ მქონია ეგრე. ხო. მე შემოგევლოს. და ვიგო ჩიპსი. მე ვიყიდოთ ჩიპსი დედა კი. შენ გინდა? შენ გინდა ჩიპსი იყიდო? მე ვიყიდოთ, ვიყიდოთ. Yellow გინდა? Yellow chipsy? ყვითელი? Yes. Okay. შენ დაიდე პაკა. გაგაგზავნა. გაგემშვიდობა და კოცდაც გამოგიგზავნა. მეტი არა ჩემი მტერი, ხა იგავ თავი შეიწუხოს და წავიდე. აბა მე მაშინვე ჩავიცმევ ხოლმე და გავიძივე. მაშინვე.
აი ჩემი ჭხილები როგორ ნაზვია რა. ხალხო მინდა რაღაცა გითხრათ და მინდა რომ სწორად გამიგოთ ახლა რასაც გეტყვით. გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა. ანუ მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ წონაში დაკლება მარტივად არის შესაძლებელი და მარტივად არის შესაძლებელი, რომ დასაწყისში შევიქმნათ პატარა დეფიციტი. და ეს დაეხმარება ჩვენს ორგანიზმს, რომ სტრესის გარეშე დავიწყოთ კლება. ნახეთ, აი მე ვთქვი, რომ თუ მაგალითად ყოველ კვებაზე 2-3 ლუკმით ნაკლებს შეჭამ და შუალედებში ხელს არ წამოავლებ რაღაცეებს და იმას არ შეჭამ, უკვე სადღაც მინიმუმ 500 კალორიის დეფიციტი შეგექმნება, იმიტომ რომ ჩვენ მთელი დღე ამას ვჭამთ, იმას ვჭამთ და ისე ვაკეთებთ ამას, რომ ვერც ვიგებთ, ხვდებით? და უკვე დეფიციტი გვექმნება. თუ 2 ლუკმით ნაკლებს შევჭამთ, ხო? რასაც გუშინ და გუშინ წინა იმის წინ ვჭამთ, ჩვენი ორგანიზმი შიერი არ დასრჩება. და ძალიან მარტივად გადავივლით ამ პერიოდს. საერთოდ დამტკიცებული ფაქტია ეგ, ატომური ჩვევები, რომელიც წიგნი იქ წერია, რომ ანუ დამტკიცებულია, რომ შენ უნდა დაიწყო, როცა რაღაცა ახალს იწყებ, იმის ინტეგრირება შენ ცხოვრებაში, არა ისე, რომ ეს იყოს შენთვის ძალიან რთული და არც ისე, რომ ეს იყოს შენთვის ძალიან მარტივი. ანუ თუ ძალიან რთულია შენ ტვინი იშორებს რომ არ გააკეთოს, იმიტომ რომ გეუბნება რომ აი მე რა რთულია და ყველანაირად ცდილობს რომ ეს მოგაშოროს და ადრე თუ გვიან მოიშორებს, შენ ტვინ ჩამოგაშორებს მაგას და თუ მაგალითად ძალიან ადვილია, ანუ არ გაინტერესებს. შესაბამისად ეს შენთვის უნდა იყოს აი ზუსტად ისეთი ამოცანა, რომელთანაც ახლა შეგვიძლია გამკლავება და ადამიანი რომელიც დღეში 3000 კალორიას ჭამს, იმას რომ სადღაც 10%-იანი თუნდაც დეფიციტი შეექმნათ, ანუ ხო? ესეც კარგია, ხვდებით? ანუ სადღაც 300 კალორია, 500 კალორია, 10-15. ესე. ანუ ეს უკვე კარგია. და ამას შენ არ იცვლი, კალორიებს არ იცვლი, უბრალოდ სულ ცოტათი ნაკლებს ჭამ, ვიდრე გუშინ ჭამდი. და ერთი თვე ამას რომ მიეჩვევი, ერთი თვის მერე კიდე 2 ლუკმით ნაკლები უნდა ჭამო, ვიდრე ჭამდი. და ეს არის მთელი საიდუმლო. იმიტომ რომ თუ შენ მაგალითად ერთხელ შეამცირებ და მერე სულ მასე იქნები, იმ 5 კილოს კი დაიკლებ, მაგრამ მე გაჩერდები, ხდები? ანუ ცოტა უნდა ამცირო. ოღონდ რა თქმა უნდა, იქამდე არ უნდა ჩამოხვიდე, რომ ნახევარი ნაჭერი პური ჭამო და 1 კვერცხი დღეში და 2 ბალიში შოკოლადი და ნახევარი ვაშლი და ანუ იმას ვიძახი, რომ სადღაც დღიური კალორიაში 1200-ზე ქვემოთ არ იყოს და 1200-იც კი ცოტაა, როცა ხანჯლი პერიოდში ვიღებთ. ანუ მკვეთრად დაბალი კალორიაჟი არ შეიძლება, იმიტომ რომ ნივთიერებათა ცვლა ნელდება და იმიტომ რომ ეს ყველა ვარიანტში იწვევს დარღვევებს წონის მატებით. შესაბამისად და აქედან გამომდინარე აი ესე ნელ-ნელა უნდა გავაკეთო. ამაზე რომ ვისაუბრე გუშინ ვიდეოში რამდენიმე ადამიანმა მომწერა. და ესე იგი, ნახეთ როგორი რაღაც არის, ძალიან გთხოვთ, რომ დიდი ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ჯანმრთელობას. მეც საერთოდ არაფერთ არ ვაკეთებდი ჩემს ჯანმრთელობას, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, რაც უფრო პატარა ხარ და რაც უფრო კარგად ხარ და რაც უფრო ძლიერად გნობს თავს, ის უფრო არ უფრთხილდები. აი, რო ამბობდნენ, რომ აი მე ვიყავი რაღაც საშინელ მონოდიეტებზე და ჯანმრთელობა გავინადგურე, მე მეცინებოდა, მეთქი რას ქვია როგორ გაინადგურე ჯანმრთელობა. ნუ აი არ ვჯერა რა, ვერ აღიქვამს, რომ შენ გრძნობ შენ თავში, შენ ამ ახალგაზრდა ჯანმრთელ ორგანიზმს, ხო? და არ მჯეროდა და თან თუ მჯეროდა არც მაღელვებდა, ხდებით, ოღონდაც დამეკლო და არ მაღელვებდა. ხო, ეს ერთი და მეორე კიდე, ანუ აი მომწერა ადამიანმა სალამი ძვირფასო, მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შენ ანგული გატკინო, რამდენიმე ადამიანმა მომწერა, არა ერთმა, მაგრამ ეს ძალიან ახლოს მოვიდა ჩემს გულთან და ეხლა გეტყვით რატო. რომელმაც მითხრა რომ აქვს ჭარბი წონა, რომელმაც მითხრა რომ აქვს დიაბეტი და რომელმაც მითხრა რომ დიეტის გარეშე უნდა წონაში დაკლება. ანუ ეს შეუძლებელია. მაშინაც კი როცა მე ვამბობ რომ 3 ლუკმით შევიქმნათ დეფიციტი, 300 კალორიანი, 500 კალორიანი, ეს მაინც დეფიციტია. ხდებით?
შენ გოგონია ეხლა რომ ეს ადვილია, მაგრამ საქმე რომ მინდა ზედმეტი ჭამა არის უფრო ადვილი და რომ მოიკლო თუნდაც ის ორი ლუკმა, მაგასაც ჭირდება გადაწყვეტილება, მაგასაც ჭირდება ნების ყოფა, მაგასაც ჭირდება ძალისხმევა და ეგეც ძალიან რთულია. მე ვიცი ეს ჩემ თავზე რა რთულია. მაგრამ ნახე, მე როცა ვამბობ რომ მე შემიძლია შენ გირჩიო და დაგეხმარო როგორ დაიკლო, მე გულისხმობ იმ შემთხვევებს, როცა ადამიანს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. ანუ დიაბეტი არის ძალიან სერიოზული და ძალიან ვერაგი დაავადება. თქვენ იცით რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც მომხრე არა, ჩვენ არაფერზე არ ვთქვა თუ არის. ჩვენ არაფერი არ გამოვრიცხოთ რაციონალურად, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიაზე მოქმედებს. მაგრამ დიაბეტი როცა არის, აი აქ სხვა გზა არ არის. დიაბეტი როცა არის, ორგანიზმი ინგრევა და იშლება შიგნიდან თუ კვებით ხელშეწყობა არ ხდება. არის სულ შიმშილი და გარდა ამისა ორგანიზმი ნადგურდება და თუ კი ხელს შეუწყობ კვებით, დიაბეტის მართვა არის შესაძლებელი, მაგრამ ძალიან რთულია. მე მთელი ბავშვობა უყურებდი პაპაჩემს, რომელსაც ჰქონდა დიაბეტი და ეს არის ურთულესი და სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ვიცი თქვენ დაწერეთ თქვენ გარემოცვაში თუ კი ვინმე ესეთი იცით, ერთადერთი ვისაც მე ვიცნობდი, ვისაც დიაბეტი ჰქონდა და 84 წელი იცოცხლა და თან ისე რომ თავისი ჰქონდა ხელი, ფეხი, თვალი, გაზეთის გარეშე კითხულობდა. იყო მხოლოდ პაპაჩემი. აი დაეწყებოდა ხოლმე ფეხზე გაშავება, ესე ამოუვიდოდა, მე ისევ წავიდოდა. იცით როგორ იცავდა კვებას? ამ ხელა კაცის დარობთან, კაცი რომელიც ოდესღაც 7 ლიტრ ღვინოს ვავს. თქვენ წარმოგიდგენიათ იმის კუჭს რა რაოდენობა ჭირდება და დილას იცით რა ჭამდა, რას ჭამდა? ერთი ცალი შემწვარი კვერცხი და ერთი ნაჭერი შავი პური, სახარინიანი ჩაით. მე არ მახსოვს რომ დილას ინსულინს რო გაიკეთებდა და ნახევარი საათი უნდა თუ 40 წუთი აღარ მახსოვს მაგის მერე მაგას რამე ეჭამა დამატებით მე არ მახსოვს ხალხო. მე არ მახსოვს რომ პაპაჩემს ეჭამა შემწვარი კარტოფილი. მე არ ვსაუბრობ თეთრ პურზე. მე არ ვსაუბრობ ხაჭაპურზე. მე არ ვსაუბრობ ნამცხვარზე. აი არ მახსოვს, აი წარმოიდგინეთ 15 წელი მახსოვს პაპაჩემი და იმ პერიოდში მე არ მახსოვს რომ მას ისე ჭამა რაცა შეიძლებოდა. ერთადერთი ორი რაღაცა იყო, რასაც ხანდახან ახალ წელს და ზაფხულში. ახალ წელს სვავდა 3-4 ჭიქა, აი ესეთ ღვინოს და ამბობდა რომ თუ მოვკვდები, იმ ფაქტიც ჰქონდა გადატანილი წნევა და რა ვიყო და მე ამბობდა თუ მოვკვდები, მოვკვდე. ახალ წელს ღვინო არ დავლიო, მირჩენია რომ მოვკვდე. მაგრამ ღვინოს ხადროს ფეიწელი არ სვავდა. კაცი რომელიც 7 ლიტრს სვავდა ხოლმე სუფრებზე. წარმოიდგინეთ ხა თქვენ. და პლუს ზაფხულში. მთელი ზაფხულის განმავლობაში ძალიან უყვარდა ნაყინი. და ნაყინი არის ტკბილეული, რომელიც დიაბეტიკებისთვის შედარებით შეიძლება. რატო? იმიტომ რომ ცივი როა შაქარს სისხლში უფრო ნელა წელს, ვიდრე ჩვეულებრივი ტკბილეული. და მთელი ზაფხულის განმავლობაში 2-3 ნაყინი ეჭამა ჭიქის, ჩვეულებრივი თეთრი. ძალიან უყვარდა და ეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში. ასევე იშვიათად ჭამდა ხილს, აი ვაშლს ჭამდა ხოლმე ხანდახან. ყურძენი, ბანანი ეგენი მაგერს არა. კარალიოკსაც არა. პროტეულს ჭამდა ხოლმე და ანუ მოკეთ იცავდა ბოლომდე. და ეხლა რატო იცავდა? თქვა რომ აღმოუჩინეს დიაბეტი რო ქონდა. ესე იგი ის აპარატი ზომავდა 500-მდე. შაქარს და ანუ ვერ გაიზომა იმდენი ქონდა რომ 500 გაცდა ამის შაქარი რომ გაიგებს რომ შაქარი ქონდა და გაუშვეს მაშინ ხო იყო ის სანატორიუმები სადაც იყვნენ სულ დიაბეტიკები და ექიმმა რომ ყველაფერი აუხსნა რა არის დიაბეტი აუხსნა რა მოუვა ორგანიზმს თუ კვებას არ დაიცავ აუხსნა რომ მთელი ცხოვრება უნდა იკეთოს ინსულინის ნემსი უნდა დაიცვას დრო და ამის მიხედვით ჭამოს და უნდა იკვებოს შესაბამისად და ამ შემთხვევაში იცხოვრებს წყალებში ჩვეულებრივი ადამიანები. ანუ შაქარი ექნება
ნორმალში. თუ ამ ყველაფერს გააკეთებს. და თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს, ისიც საუხსნა რა ემართება ორგანიზმს და თქვა რომ მე რო იქიდან წამოვედიო, ის ადამიანები მე რო იქ ვიყავიო, ისევ იქ დარჩნენო. იმიტომ რომ ისინი ღამე იპარავდნენ, პურს იპარავდნენ ხალხო წამენien, საბნის ქვეშ ედოთ და ისე ჭამდნენ. ანუ ეს არის მე მესმის ეს რამდენი რთულია. აი ეს არის უსაშინლესად რთული. მაგრამ მე იქ ლაგოდეხში იყო ხალხი, ზოგს ერთი ფეხი არ ქონდა, ზოგს ორივე ფეხი არ ქონდა, ზოგს ხელი არ ქონდა, ზოგი დაბრმავდა. ანუ ძალიან ვერ, აი პაპა ჩემი ამბობდა ხოლმე ზუსტად, ძალიან ვერაგი დაავადება. შიგნიდან ჭამს ორგანიზმს. არ შეიძლება მაგ დროს ჭარბი წონა და არ შეიძლება მაგ დროს არ შემიძლია. იმიტომ რომ თავს წირავ ტანჯვით სიკვდილისთვის. აი ძალიან დიდი ბოდიში ყველას, ვისაც ამის გაგონება არ გინდათ და გული უნდა გატკინოთ. მაგრამ თქვენი თავი, აი რასაც მე ვეტყოდი, ჩემ თავს, ჩემ შვილს, ჩემს დას, ჩემს ახლობელს ადამიანს, აი იმას გეუბნებით, რომ როცა არის დიაბეტი, არ შემიძლია იქ არ უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ არჩევანი იქ არ არის. ანუ ამ შემთხვევაში, როცა დიაბეტი არ არის, შეიძლება შენ გაქვს არჩევანი. და იქ შენ არჩევანი არ გაქვს. შენ უნდა გააკეთო ისაც გასაკეთებელი. და რაც უფრო მალე გააცნობიერებს ადამიანი ამას, ანუ თავი არ უნდა შეიცოდო. თავს რო იცოდებ, მე ძალიან რთულია. მე არ მახსოვს, რომ იმას ოდესმე იმას ეკნა, რომ მე რა ცოდო ვარ, რო ესე. მით უმეტეს, ხა მაშინ სად იყო, ეხლა არის ყველაფერი. ჩაქრის შემცვლელიანი სასმელებია, ძალიან უყვარდა ლიმონათი და ეგეთები, მაგრამ ვერ სვავდა. ანუ ეხლა არის ლიმონათიც არის, კოკა-კოლაც არის, ჩაქრის შემცვლელიანი, ტკბილეულიც არის, ნამწყვრებიც არის, სახშიც შეგიძლია მოამზადო. ანუ ეხლა რო ადაპტირებული გარემოა, მაშინ ეგეთი არ იყო. მაგრამ ანუ არ იფიქროთ, ვისაც დიაბეტი გააქვთ, არ იფიქროთ, რომ აი როგორც ჩვეულებრივი ადამიანი დაიკლებს, მოდი მეც ესე დავიკლო. კი, თუ არ შეგიძლია და წონაც გაქვს და ეხლა ყველაფერსაც ჭამ, შენც შეგიძლია ნელ-ნელა დაიწყო. მაგრამ მიზანი უნდა იცოდე რა არის. მიზანი არის ის, რომ იყო ჯანმრთელი და მაქსიმალურად იცოცხლო დიდხანს და ანუ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა იმ შემთხვევაში თუ კი ხელს უწყობ და ასევე ხარისხიანი სიცოცხლე. ნუ არის დისკომფორტი, რომ ხა ნემსი უნდა იკეთო. ეხლა ყველას არ ჭირდება დაჟე ნემსი, ეხლა ბევრი წამალს სვავს უბრალოდ და უბრალოდ პაპაჩემს ძალიან ისეთი სიტუაცია ქონდა. ჯერ ხო დიაბეტი და მე ვინც კი რამდენი წელი ისე ქონდა, რომ არ იცოდა. ხო და შესაბამისად ეხლა სხვა სიტუაცია და ეხლა უფრო მარტივად არის წყალებში საქმე ვიდრე მაშინ იყო და უბრალოდ სხვა გზა არ არის. უნდა აკონტროლო სულ, უნდა ხანდახან შეიძლება ყველაფერი, მაგრამ სისტემატურად უნდა მისცე აი ამას ფორმა და თქვა, რომ უბრალოდ ჩემი კვება ასეთია. ნუ ჩათვალე, რომ ის რაღაცები უბრალოდ არ არსებობს. და ყოველ ჯერზე როცა ჭამ, აი ანორექსიკები აკეთებენ ხოლმე ეგეთ რაღაცას, რომ ყოველ ჯერზე როცა რაღაცას ჭამენ, რაც არ უნდა ჭამონ, თავს ისჯიან. და თავი კი არ დაისაჯო, ყოველ ჯერზე როცა ჭამ იმას, რაც შენ გკლავს. ანუ შენ უთხარი შენ თავს, რომ აი ისე ძალიან მინდა ეხლა მე შევჭამო, რომ მე ამან ტანჯვით მომკლას და თუ კი შენ ყოველ ჯერზე შენ თავს ამას კითხავ, მე მგონია რომ ამას ერთ დღეს ექნება გავლენა. ანუ პაპაჩემა რომ ნახა იქ ადამიანები რა დღეში იყვნენ, ვისაც ეს ქონდა და ვინც ამას არ უვლიდა. ამიტომაც მას რომ ეს არ ენახა და თავის თავზე გამოეცადა, შეიძლება მას არ დაეცვა, იმიტომ რომ ვის არ გვინდა, ანუ ადამიანი არ არსებობს, რომ კი მეტნაკლებობაა, ზოგს მეტად უყვარს ჭამა, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ადამიანი არ მოიძებნება ეხლა რომ არ უნდოდეს რომ თეთრი ფქვილის ნაწარმი შეჭამოს, ან რამე ტკბილი შეჭამოს, ან რაღაცა. ყველას უნდა რომ ნორმალურად ჭამოს, ხო? და აი ფიქრობ, რომ აი ყველას შეუძლია და მე რა დავაშავე, ხო? მაგრამ სხვა გზა არ არის. აი თუ მაგალითად ინსულინ რეზისტენტობის დროს საჭირო მკურნალობით და კვებით და წონაშიკლებით შესაძლებელია რომ ეს ან შეაჩერო დიდხანს ან სამუდამოდ და ჩვეულებრივი ადამიანებით მაინც იკვებო მეტნაკლებად.
დიაბეტი ტიპი 2 და ტიპი 1 უკვე როცა დადგა, მაგ დროს უკვე შეუძლებელია და ძალიან გთხოვთ, რომ არ მოიტყუოთ თავი და არ გაინადგუროთ ჯანმრთელობა და როცა ჩემნაირი ადამიანი, ასაც ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, აი მე შენ დაგეხმარებით დაკლებაში, არ მოიაზროთ ხოლმე თავი. ადამიანმა, აი მაგალითად არის კიდე დაავადება ცელიაკია, ქვია გლუტენის აუტანლობა, ხო? ახლა ამ ადამიანმა რომ ისე როგორც ჩვეულებრივ, ვისაც ეს არ აქვს, ხო, ის ადამიანი იყვება ისე იყვებოს, გაუნადგურდება ორგანიზმი, არ შეიძლება. ანუ შენი თავისებურების მიხედვით უნდა გააკეთო. ძალიან მინდა ეს გააცნობიეროთ, აი უზომოდ მინდა, იმიტომ რომ ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, აი არ შემეძლო. ვუთხარი ამ ადამიანს ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა მაინც, რომ არ არის მზად და არ არის თანახმა რომ ეს გააკეთოს და აი ცოტა ეს ყველაფერი იცი, გული გეგლიჯება ამას რო ხედა. და მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, ძალიან ბევრ ადამიანს. ასე რომ საკუთარი თავის სიყვარულში ისიც შედის, რომ ჩვენ თავზე ვიზრუნოთ და გავაკეთოთ ისე შეგვიძლია. და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. აი ჩვენ იმდენი შეგვიძლია, ვერც კი წარმოვიდგენთ. უბრალოდ უნდა გადავწყვიტოთ და მოვინდომოთ. და კიდევ ვიტყვი, პროცესი იყოს კი ბატონო, თანდათანობით, ნელ-ნელა გადაეწყვე, ნელ-ნელა მიეჩვიო, კი ბატონო. მაგრამ სად მიდიხარ ის უნდა იცოდე. გზა შენი როგორი კვებისკენ არის, ეგ უნდა იცოდე. არ ვიცი, თუ რამეს ვიმესთვის შეცვლის ეს ჩემი სიტყვები. მაგრამ არ შემეძლო, რო არ მეთქვა და კიდე ერთმა პატარა გოგონამ დამიწერა, იმაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ.